ზუგდიდის საოლქო პროკურატურასთან ვანო მერაბიშვილისა და ბაჩუ ახალაიას მხარდამჭერი აქცია დღის 2 საათზე გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნისა და ყოფილი თავდაცვის მინისტრის გათავისუფლების მოთხოვნით შეკრება საქართველოს ყველა საოლქო პროკურატურასთან ერთდროულად დაიგეგმა. აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. პროტესტ ნაციონალური მოძრაობის წევრები შეუერთდნენ. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლაშა დამენიამ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა ივანიშვილის პირადი პატიმრების გათავისუფლებაა. რა თქმა უნდა, თავისუფლება ბიძინა ივანიშვილის პირად პატიმრებს, ვანო მერაბიშვილს, ბაჩუ ახალაიას, ადამიანებმა, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ საქართველოში მშვიდობა ყოფილიყო, საქართველოში კრიმინალი არ ყოფილიყო, დღეს ის პოლიციელებიც არიან დაკავებული და მინდა მათაც რა თქმა უნდა სოლიდარობა გამოუცხადოთ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არაერთი წარმატებული რეფორმის გამტარებელი პირები სასჯელს არ უნდა იხდიდნენ. მათი თქმით, აქციებს მანამ არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოთხოვნა არ შესრულდება და დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების აპყრობილეს არ დატოვებენ. საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლები დღეს ციხეშია. სოფლიოში აღიარებული რეფორმატორები დღეს ციხეშია. ეს მიზანმიმართული ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკაა. თვითონ შიგნიდან ანგრევენ ქვეყანას. ბაჩუ ახალაია დაპატიმრებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ის ავარჯიშებდა ჯარისკაცებს და ჯარში იყო დისციპლინა, ხოლო ვანო მერაბიშვილი დააკავეს იმის გამო, რომ ის ასაქმებდა ხალხს. აქედან გამომდინარე, ქვეყანაში მყარდება შეიძლება ვთქვათ, რომ დიქტატურა. მეც ვერთდები ამ აქციას. ვემიჯნებით ივანიშვილის პირად პოლიტპატიმრად როყავს საქმის გამკეთებელი, რეფორმების ჩამტარებელი, ქვეყნის აღმშენებლები და ბანდიტები და მტარვალები ციხიდან რო გამოუშვა, ზუსტად ამას ვემიჯნები. ვემიჯნებით საქართველოს უკან სვლას, ვემიჯნებით 90-იან წლებს, ვემიჯნებით შევარდნაძის ეპოქის დაბრუნება საქართველოში. აი ამას ყველაფერს, ანტიქართულს ვემიჯნებით ყველაფერს. ვემიჯნებით, რომ ცოცავი ოკუპაცია ხდება საქართველოში და აი ამას ყველაფერს ვემიჯნებით. გამემიჯნებით მანამ, სანამ არ შეჩერდება ეს პროცესი. დუმა რეაქცია პროკურატურასთან დაახლოებით 20 წუთი გაგრძელდა.